ვეფხისტყაოსანი დღეს რო გოქ შემონახული ასეთი სახით, ხო? ერთიანი, შეკრული, დალაგებული, პირვანდელი სახი აქვს მიცემული. ვახტანგ მე-6-ს დამსახურება არის. თორემ მიმოფანტული იყო გვერდები, დაკარგული იყო სხვადასხვა მხარეში. სწორედ ვახტანგ მე-6-მ დაავალა გარკვეულ ჯგუფს, რომ მოეძიათ ეს გვერდები, აეკინძათ ისე როგორც ჩოთას ეწერა თავდაპირველად. და პირველად დაბეჭდა 1712 წელს. თელმა სოფლიომ უნდა მადლობა გადაუხადოს ვახტანგს. არა მარტო ქართველებმა, თელმა სოფლიომ რომ ასეთი საგანძური შემოუნახა სამყაროს. ასევე პირველი სტამბა თბილისში დაარსა 1709 წელს. შექმნა სწავლულ ხალხთა საზოგადოება, რომელთა მთავარი ფუნქცია და დანიშნულება იყო, რომ საზოგადოებაში განათლება გაევრცელებინათ, ხო? ამ დროს საქართველოს კულტურულად ძალიან დაბალ დონეზე იყო და აი სწორ დროს გამოჩნდა ვახტანგ მე-6 რა. სოფლიოში, ევროპაში მიდის განმანათლებლობის პიკი არის და ჩვენგან კიდე ძალიან დაბალი დონე არის. ასევე შექმნა კანონთა კრებული, რომელიც არაფრით არ ჩამოვარდებოდა ევროპელთა კანონთა კრებულს. გარკვეულ საკითხებში ჩვენი ჯობდა. გვერდში ედგა ქართულ ეკლესიას, მღვდელმთავრებს. როდესაც ირანის შაჰმა დაიბარა თავისთან ვახტანგ მე-6, მას მოსთხოვა, რომ მიეღო ისლამი და ქრისტიანობა უერყო. მაგრამ ვახტანგმა ეს არ გააკეთა, ამიტომ გამოკეტეს ციხეში. აი ამ დროს წავიდა სულხან საბა ორბელიანი უკვე ევროპაში დახმარების სათხოვნელად. ამ დროს მოხდა უპრეცედენტო შემთხვევა. ქართველმა მღვდელმთავრებმა სთხოვეს ვახტანგ მე-6-ს, რომ მიეღო ისლამი. ოღონდ დაბრუნებულიყო თავის ქვეყანაში, ჭირდებოდა ვახტანგისნაირი მეფე ჩვენ სამშობლოს. და ამის შემდეგ გაითვალისწინა ეს თხოვნა და მიიღო ისლამი ვახტანგმა და დაბრუნდა თავის სამშობლოში. როგორც კი დაბრუნდა, მაშინვე უარყო ისლამი და კვლავ ქრისტიანობა დაიბრუნა. ასეთი კულტურულად განვითარებული მეფე ყავდა და თავის შვილიც ვინ იყო, ხო, ვახუშტი ბატონიშვილი იყო. უბრალოდ რაღაც ხარვეზები მაინც ჰქონდა ქვეყნის მართვაში. და ის არ გაუმართლა რა პეტრე პირველთან კავშირი რო ცადა დაემყარებინა, აი მანდ არ გაუმართლა და ამის მერე წავიდა მისი საქმე უკან რა.